ახლა კი დღის სხვა თემები დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებების შელახვაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის თავმჯდომარე. თომა კაკაბაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შპს ავტოტრანსპორტის მძღოლმა რამდენიმე თვის წინ შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით გადამზადების კურსი გაიარეს, თემა დღემდე პრობლემურად რჩება. იგი მიიჩნევს, რომ გუშინ მძღოლს პანდუსის გახსნა შეეზარა, რის გამოც ავტობუსი არ გაუჩერა. თომა კაკაბაძე შპს ავტოტრანსპორტის დირექციას მოუწოდებს მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება, თანამშრომლების ხელახალი დატრენინგება, შემოწმდეს ყველა ავტობუსი და საჭიროების შემთხვევაში ავტობუსებში დაინიშნოს დამხმარე პირი. შპს ბათუმის ავტოტრანსპორტში განმარტავენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა უწყებაში დაწყებულია, რაც შეეხება დამხმარეს დამატებას ამ ეტაპზე საკითხი არ განიხილება. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლებს ტრენინგი ჩაუტარდათ რამოდენიმე თვის წინ და ისინი გადამზადდნენ ზუსტად იციან როგორ უნდა მოემსახურონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, მიუხედავად ამ ყველაფერისა, მაინც ირღვევა უფლებები. უთხრეს, რომ გახსენი პანდუსიო ეტლით მოსარგებლეაო და მძღოლმა ხელი აიქნია, ხელის საქმნებით ეგრევე გაეცალა იქაურობას, დამტოვა ქუჩაში ეტლით და ეს იყო ნამდვილად დამამცირებელი და შეურაცხყოფელი, ეს არის პირდაპირ დისკრიმინაცია. ჩემი ფაქტებით ახლა მე ბევრჯერ შევსწრები ვარ, რომ მომსახურებიან გადაუღიათ ეს პრინციპი, ჩამოუწევიათ ასულად თვითონ და არ ყოფილა მნაირი რაღაცა ჩვენამდე არ მოსულა და ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით მოხდა ამ მძღოლის გამოკითხვა. ხო და კიდევ ერთხელ ხო რადგან ამდენი რაღაცებია, კიდევ ერთხელ ჩვენ გამოვიძიებთ ბოლომდე ამ საქმეს და თუ არის მძღოლის ბრალეულობა, ის გარკვეულ იმას მიიღებს, რა ქვია, საყვედურს მიიღებს.